ეტაპზე გადავიდა რეჟიმი? რა გზავნილია ეს ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის? აი, თუნდაც ერთი სიტყვით რა შეიძლება ამას დავარქვათ? არა, ეს არის გზავნილი პირდაპირ, რომ არაფერზე უკან არ დავიხევთ. ან ყველაფერზე წავალთ. ეხლა 1-2 წლის წინ ჩვენთვის ვიღაცას რო ეთქვა, რომ დღეს ასეთი რამე მოხდებოდა, თქვა ქოცები ამას იზამდნენ, ხო? ნუ მე მაგალითად არ დავიჯერებდი. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ქოცი არასდროს ყოფილა, მაგათი ხმა არასდროს მიმიცია, მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველას ხელისუფლებელ პოლიტიკოს რაღაც შანსი ბოლომდე დაუტოვო ხოლმე და არ ვიყო რადიკალური. 1-2 წლის წინ ეს რო ეთქვა ვიღაცას, რომ აი ასეთი რამ მოხდებოდა ქვეყანაში, ამერიკასთან, ევროპასთან იქნებოდა დაპირისპირებული, ქუჩაში ხალხს გალახავდნენ და ასისხლიანებდა ეს ხელისუფლება და ასე შემდეგ, ხო? ნუ ვიტყოდი რომ რაღაც უტოპისტური რაღაც ფილმის სცენარს მიყო ჟურნალისტის მუხლით გაუშვებდნენ ციხეში. კისერს კი ნაღამ მოტეხავდნენ და ასე შემდეგ. და ამას ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებდნენ. მაკა მარტო არ იყო მისი ოპერატორი ასევე, რომელიც საშინელი ჩვენი კოლეგები არიან, ვინც წარმოიდგნენ ასეთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორე ბუნებით მინდა რომ ყველას რაღაცა შანსი დაუტოვნა. ქოცემ არანაირი შანსი არ დატოვეს. არაფერი შანსი არ დატოვეს და ეხლა უკვე რაც არ უნდა უტოპისტური რაღაცა აპოკალიფსური სცენარი დამიხატო, ყველაფერს დავიჯერებ უკვე. იმიტომ რომ რაც ამადგან ნახე, უკვე ყველაფრის მჯერა, იმიტომ რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ეხლა ივანიშვილმა როცა გვიცხრა 29 აპრილს, რომ მე არც იანუკოვიჩი გეგონოთ და არც შევარდნაძეო, პრინციპში გასაგები, ეხლა უკვე გასაგებია რაც იგულისხმა. რომ მე არაფერზე უკან არ დავიხევ, მან თქვა. და დღეს ეხლა მე მაგალითად უკვე იმის წარმოდგენაც არ მეჭირს, რომ მან შეიძლება გვესროლოს ხვალ. აი უკვე ამის ის მჯერა, რომ შეიძლება უბრალოდ გვესროლოს თუ დაჭირდა. ანუ რაც დაჭირდება ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ყველაფერზე წამსვლელი არის ეს. ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება ადამიანების ქუჩაში ცემა და სისხლი არაფრისგან უკან არ იხევს, ხო? არაფრისგან. ადამიანი უკან არ იხევს. მე მინდა კიდე პოსტით დავწერე დღეს რა. ამ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება, არის ერთი ადამიანი პასუხისმგებელი ივანიშვილი. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობ პირველ რიგში, თორე სისხლის სამართლებრივად ყველა ვინც ხელი ვიღაცას დაარტყა პასუხისმგებელია და მათ იმედი მაქვს, რომ ყველას დაბალი ჩინოვნიკი იქნება და მაღალი მოუწევს ამაზე პასუხისმგებლობა და შემდეგი ხელისუფლება ისე არ მოიქცევა, როგორც ოცნება მოიქცა, როცა მარტო ministrები დაიჭირა წინა ხელისუფლების და შემსრულებლები ხარება და ვიღაცები ეგეთები დატოვა და მოსამართლეები დატოვა და თავზე ხელი გადავა. გასათავისუფლებელი, ყველამ პასუხი უნდა აქვს. გასასუფთავებელია. ამ სიტუაციაზე რაც არის ახლა ქვეყანაში, ქუჩაში რო ხალხს ცემენ, ტიტუშკები რო დარბიან, ზიზღი რაც არის და ასე შემდეგ, ყველაფერზე არის ეს ერთი კაცი პასუხისმგებელი. და ამ ეს გარემო შექმნა მან, სწორედ იმით, რომ ქვეყანა ყველა წითელი ხაზი გადალახა. ყველა წითელი ხაზი, ეს იქნებოდა საგარეო მიმართულებით, შიგნით რაც ხდება და ამ ყველაფერს სინამდვილეში ხარ, ვიღაცა ფიქრობენ, რომ აი რუსეთთან შეერთება უნდა ეს ამას რო თავი დავანებოთ რუსეთი, დასავლეთი ერთადერთი რის გამოც ეს კაცი ამ ყველაფერს აკეთებს არის ის რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს სამუდამოდ. ანუ რა გითხრეს ახლა არჩევნების წინ კობახიძე გამოვიდა გახსოვს ხო წინასაარჩევნო შეხვედრაზე და 12 წელია ვართ ხელისუფლებაში და მინიმუმ 12 წელი კიდევ იქნებით ანუ 24 და ეს მინიმუმი და კიდევ ანუ ტიპობრივად პირდაპირ გითხრეს რომ ჩვენ სამუდამოდ გვინდა ხელისუფლება თავი დავანებოთ დასავლეთი უნდა თუ რუსეთი უნდა ეს არ განვიხილო ერთ წამით რა ქვეყანას ვაშენებთ ხო ამაზე არ საუბარი 30 წელი ჩვენ რაზე ვოცნებობდით რომ აგვეშენებინა ქვეყანა რომელიც რუსეთს დააღწევდა თავს და აგვეშენებინა დემოკრატიული ქვეყანა და ამ კაცმა გითხრა ორივეზე რომ ეს ორივე ოცნება მოკვდა ვერს რუსეთისგან დააღწევთ თავს იმიტომ რომ რუსეთი დიდია რუსეთი უძლებელია რასაც ხოცები ლაპარაკობენ და თავს არ დაგვანებებს და ომი იქნება და ახლა საკუთარ სურვილებს თავს და აბსოლუტურად ვერ ვხედავს ჩვენ და არ ესმის ჩვენ ხო ანუ ტიპი რას გონდა ვერს რუსეთისგან დააღწევთ თავს და ვერს დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ააშენებთ იმიტომ რომ მე უნდა ვიყო აქ ბატონი დემოკრატია არ გექნებათ, იმიტომ რომ მე უნდა ვიყო სამუდამოდ. მინდა მურუსიძეს დავნიშნავ, მინდა არ ვიცი რაღაცა მანუმერაბიშვილის მოადგილეს მოყ. ის კი არა ხვალო დაჭირდეს, ზურაბადეიშვილს ჩამოიყვანს და დანიშნავს და ქოცები ტაშ დაუკრავენ. იტყვია რომ ახლა ბძენი კაცია ბიძინაო და გახსოვს ზურაბადეიშვილზე ნათქვამი აქვს, რომ ნიჭიერი კაცია უბრალოდ ცუდი უფროსი ყავდაო სააკაშვილს. ანუ ერთადერთი თუ იმ სისტემაში სააკაშვილი იყო პრობლემა, სააკაშვილი იყო რა თქმა უნდა პრობლემა, მაგრამ ეს შემსრულებლები ხა ყველა რეჟიმი დგას სასამართლოზე. ხო მოსამართლე თუ არ დაურტყავს ბეჭედს ვერც სააკაშვილი დაიჭერდა იმ ხალხს და ვერც ესენი დაიჭერე და აი ეს სასამართლო სისტემა და ივანიშვილის პარალელურად ყველაზე დიდი პასუხისმგებლები არიან ეს ხალხი ყველა მოსამართლე
მოსამართლის გარეშე მე მათ მოსამართლე ჯალათებს უწოდებ, იმიტომ რომ აი მოსამართლე სიტყვა, რომელიც ასეთი იმედის მომცემი უნდა იყოს ჩვენთვის და ზოგადად ხო მოქალაქეებისთვის, საერთოდ არ ვიცი რად გადაიქცნენ და რას საკუთარი თავის და სასამართლო სისტემის გარეშე ვერავინ ქვეყანაში ვერც დიქტატურას, ვერც ავტორიტარიზმს ვერ დაამყარებს. ვერაფერს ვერ იზამს. სასამართლო თუ ბეჭედს არ ურტყამს ამ ყველა გადაწყვეტილებას. ამიტომ აი ეს ხალხი არის ამ ყველაფერს პასუხისმგებელი და მე დარწმუნებული ვარ, ვისაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. და ისტორიის წინაშე კიდე ცალკე არის პასუხისმგებლობა, როგორ შევლენ ისინი ისტორიაში და როგორ შევა ბიზნეს ივანიშვილი ისტორიაში. ხო, ეს მეორე საკითხია. რამდენი ხანით არ უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება? კი, რა უნდა ისტორიას ვერ გააყალბებს. ისტორიას ზაზა შათერიშვილი ხო ვერ დაწერს და ვერც რა ქვია, შალვა რამიშვილი ვერ დაწერს. აი ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგას, ისინი დაწერენ ისტორიას საბოლოო ჯამში. და ისინი წერენ ისტორიას და ძალიან ლამაზად იწერება თან საქართველოს ისტორია და ახალგაზრდები ამ ყველაფრის ავანგარდში არიან. მოდი რომ დავასრულო შენთან საუბარი და შემდეგ მერაბს დავემშვიდობები. რაში ხედავ გამოსავალს, მოვლენათა როგორ განვითარებას, ჩვენ რა უნდა ვქნათ? თითოეული ჩვენგანი, რომელიც რეალურად არის ახლა უკვე და დიდი ხანია საფრთხის ქვეშ, მაგრამ ეს საფრთხე ძალიან ხილული გახდა მას შემდეგ, რაც მზია ციხეში ჩასვეს. მას შემდეგ, რაც დღეს მოვისმინეთ, რომ მას თურმე აი ეს არ ვიცი, იმას პოლიციელსაც ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს რაღაცა არც ვიცი რა სახელი შეიძლება დავარქვა ეს დგებუაძე, რომელიც სახეში აფურთხებდა, საპირფარეშოში არ უშვებდა, იქვე აგინებდა, ემუქრებოდა. აი რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა დავიცვათ თავი და რა არ ვიცი, რა არის, რას ხედავ. არაფერი აქ ეხლა ან ჩვენ ვეგუებით და ვამბობთ, რომ ჩვენი ოცნება რომ არ ყოფილიყავით რუსეთის ნაწილი და ჩვენი ოცნება რომ გქონოდა დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყანა, ან ამაზე უარს ვამბობთ, ან უბრალოდ არ ვეგუებით და ვიბრძვით ბოლომდე. ხო, ეხლა შალვა პაპუაშვილი გამოვიდა, რომელიც ამ ხელისუფლების მთავარ პროპაგანდისტად არის გადაქცეული. და ისა რა ქვია, აი უცხოურ დაფინანსებული მედია ბათუმელებზე ამბობს, იმით არის ცუდიო, რომ უცხოური ფულის გამო ისინი აქტივისტებად გადაიქცნენ, არა ჟურნალისტებად. ამ შალვა პაპუაშვილს გვახსოვს ხო რა დამართა ეთერ თურაძემ, იქ ჩასული იყო რუსულ კანონზე, სწორედ იმ გამოსვლის დროს ეთერმა ბათუმელის რედაქტორმა უთხრა მას, რომ მე არასდროს არ მინდოდაო ყოფილიყავი აქტივისტიო და მიუხედავად იმისა, რომ ასლანაბაშის რეჟიმის მებრძოდაო, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მებრძოდაო, ეს გაზეთი ერთად დავაფუძნეთ ჩვენ ბათუმში ასლანაბაშის რეჟიმის დროს. 4 ადამიანი ვიყავით გაზეთ ბათუმელები, რომ გაზეთ ბათუმელები, რომ გამოვუშვით პირველი ნომერი, მზია ეთერი, ლელა დუმბაძე იყო და კიდე ევგენი თავდგირიძე, რადიო თავისუფლების და მე 5 ადამიანმა, ჩვენ ვიყავით ჟურნალისტებს, რედაქტორებიც. მე უბრალოდ მე თბილისში წამოვიდა ამ ადამიანებმა, გაუძლეს ასლანაბაშიძის რეჟიმს, გაუძლეს ყველა ხელისუფლებას, სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც ძალიან ბინძური მეთოდებით ებრძოდა ამ გაზეთს. ხო რაღაც პირად ცხოვრების და ასეთი თემებით და მაგრამ ეთერი ეუბნება შალვა პაპუაშვილს რომ მე არასეთ რეჟიმის დროს არ მომიწეა რომ გამختارიყავი აქტივისტიო. იმიტომ რომ ეს მედია ყოველთვის იცავდა სტანდარტებს და ჟურნალისტი აქტივისტი არ უნდა იყოს. არც მე არასდროს არ მდომებია რომ აქტივისტი ყოფილიყავი. მაგრამ ამ ხელისუფლებამ პირდაპირ გითხრა რომ ამ ქვეყანას წაგართმევთ, ან თქვენ უნდა ჩაერთოთ ბრძოლაში. სხვა გზა უბრალოდ არ დაგვიტოვა. ამ აქტივისტები ვართ ბრძოლაში. შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ აიო უცხოურმა ფულმა ესენი აქტივისტებად აქცია. უცხოურმა ფულმა კი არა. ამ ხელისუფლებად აქცია ჟურნალისტები აქტივისტებად და ქუჩაში გაიყვანენ ის ვაგურად რომ სტუდიაში ვიყოთ და რაღაც გადაცემებს ვაკეთებდით.